ხაშურის მუნიციპალიტეტში უნებართო მშენებლობებზე სხვადასხვა ტიპის ჯარიმები მოქმედებს. ამის შესახებ მერის ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს და თქვეს, რომ ამ მიმართულებით კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. გარდა ამისა, ამავე სამსახურის კომპეტენცია სამშენებლო ნარჩენების მართვის მიმართულებით სხვადასხვა დარღვევების აღკვეთა. შოთა უჭაიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რათა სამომავლოდ არ მოხდეს მათი დაჯარიმება. მოიხსენებათ იმ დებულებიდან გამომდინარე, დღეს მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვენი სამსახური ეწევა სხვადასხვა სახის საზედამხედველო საქმიანობას. ეს მოიცავს კონკრეტულად მშენებლობების საკითხს, ეს არის როგორც უნებართო, ასევე მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ნებართვების კონტროლი. როდესაც არქიტექტურის სამსახურის მიერ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, უკვე შემდგომ სარეაგირებოდ გადმოდის ზედამხედველობის სამსახურთან. ასე ხდება ეტაპობრივი შემოწმება, საეტაპო ოქმების დადასტურება ასეთის არსებობის შემთხვევაში და ასევე მათი ექსპლუატაციაში მიღება. სამშენებლო სამართალდაღობის ფაქტებიც არსებობს, ესეთი არის ორი სახისა გვაქვს, უნებართო მშენებლობები გვაქვს და ასევე გაცემული მშენებლობის სანებართო პირობების დარღვევის ფაქტები გვაქვს. ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტროლს. მიმდინარე მშენებლობებზე წინა მიმდინარე წელს გამოიცა 22 დადგენილება სანებართო პირობებისა და ასევე უნებართო მშენებლობების ფაქტზე. აქედან ნაწილი დადგენილებების აღმოფხრის შეფაქტები ჰქონდა, ასეთაც გამოიცა დადგენილებები 4 ჰქონდა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ნაწილზე დანიშნულ შემთხვევებზე მოხდა დაჯარიმების ფაქტი. სხვადასხვა სახის არის ეს ჯარიმებიც, არის ქალაქში სხვა არის დაბაში და სოფელში სხვადასხვა ასეთი ტარიფია. ამას არეგულირებს საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობათა კოდექსი. ასევე ჩვენს სამსახურის კომპეტენციაში შემოდის ადმინისტრაციული სამართალდაღოვები. ეს არის გარკვეული მუხლები ადმინისტრაციული სამართალდაღოვებათა კოდექსიდან, ასევე გვაქვს არჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდაღოვები. მსგავსი ფაქტები ჰქონდა, ერთ-ერთი კომპანიასთან გვაქვს ამ წუთში სასამართლო დავა მიმდინარეობს, საკმაოდ სოლიდური თანხით მოგვიწია მათი დაჯარიმება უნებართო სანაყარის მოწყობასთან დაკავშირებით, ან უნებართოდ განათავსეს გამომუშავებული ქანები. ეს საკმაოდ მაღალი ჯარიმა იყო, 30000 ლარს მოიცავდა და დღესდღეობითაც ამ წუთში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. წინა წელში აქტიურად შევიდა ის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებდა ამინისტიას სამშენებლო სამართალდაღოვებთან დაკავშირებით, ეს მოიცავდა კერძო სახლებს, ანუ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს და დამხმარე ნაგებობებს ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ჩვენთან, ანუ რეესტრთან მიმართვიანობა არსებობს მოქალაქეებს, რომლებმაც 2023 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელეს ასე ვთქვათ, უნებართო მშენებლობა საცხოვრებელი სახლების ან და დამხმარე ნაგებობების. შესაბამისად რეესტრის მიმართვიანობიდან რეესტრში როცა მიმართავს მოქალაქე და ითხოვს აღნიშნული ქონების დარეგისტრირებას, რეესტრი თავის კომპეტენციის ფარგლებში გადმოგიგზავნის გადასამოწმებლად აღნიშნულ ობიექტებს. თუ კი ჩვენს მიმართ მოხდება იმის დადასტურების ფაქტის, ან იმის დადასტურება, რომ ეს ფაქტი ნამდვილად ესე მოხდა, ხდება გამოკითხვა მოქალაქეების, მეზობლების უდასტურებს და რეესტრის შესაბამისად ქონებას არეგისტრირებს. მაგრამ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილი და ანუ უნებართო საქმიანობა განახორციელეს 23 წლის შემდგომ, ანუ 24 წელში და გქონია ესეთი შემთხვევაც, რომ მოგვიწია მოქალაქის დაჯარიმება, როგორც უნებართოდ განხორციელებული მშენებლობის 2024 წელში. შესაბამისად, რა ვიცი, მოსახლეობასთანაც ასეთი თხოვნა გვექნება, რომ ჯერ მოიპოვა მშენებლობის ნებართვა, შემდგომ ურთიერთობა იქონიონ მუნიციპალიტეტის ჯერ არქიტექტურის და შემდეგ ზედამხედველობის სამსახურით.